შემოგვიერთდა ქალაქ გორში მდებარე მაცხოვრის ფერისოლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ ფოცური. დილში დობისა მამა ბასილ. დილოცავთ წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს და დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. მადლობა ღმერთს, ბრავას დაგვასწროს ყველა. სწორედ დღევანდელი დღის შესახებ უნდა ვისაუბროთ და ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს ჩვენს გადაცემაში. შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს ვინ იყო წმინდა დიდმოწამე ბარბარე მესამე-მეოთხე საუკუნის წმინდანზე ვსაუბრობთ და საბედნიეროდ დღემდე შემორჩენილი გვაქვს უამრავი ცნობა. და ნელ-ნელა რომ მივყვეთ მისი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს და შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს. მოდი პირველ რიგში ორიოდე სიტყვით მის ცხოვრებას შევეხოთ, აი როგორ ისტორიულად როგორ იყო და მე რა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობა დავაკავშიროთ მოვლენებთან რაც იქ იყო. წმინდა დიდმოწამე ბარბარე როგორც ყველასათვის ცნობილია, ესე იგი პატარაობიდან უდედოთ იზრდებოდა. მამა მდიდარი კაცი იყო დიოსკორე, რომელიც თვლიდა რომ არ არის ამ დაბიო ხალხი იმისი ღირსი რომ ჩემი შვილის მშვენიერებას უყურონ, ამის გამო ააშენა მან რაღაცა კოშკი გოდოლი ააშენა, თავისი შვილი გამოამწყდიან. ახლა მე ვფიქრობ ხოლმე რომ თუ სხვები არ იყვნენ ამისი ღირსები, მისმა შვილმა რა დააშავა, რატომ გამოკეტა ესე იგი აი ამ კოშკში და არაძლევდა უფლებას რომ გარეთ გამოსულიყო. ჩვენ ვიცით რომ იქ მიდიოდნენ მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიდნენ, თუმცა ისინი წარმართები იყვნენ, კერძთაყვანისმცემლები და მაგრამ როგორც ჩანს წმინდა ბარბარემ აღმოაჩინა რომ ამ სამყაროს შემოქმედი ერთი ღმერთი უნდა ყოფილიყო. იქ არის ნათქვამი რომ აი ამ ბუნების მშვენიერებაზე დაკვირვებით შეიცნო რომ ამ ყველაფრის შემოქმედი უნდა ყოფილიყო არა ის მრავალი კერპი, რომელსაც მამამისისგან შემოგზავნილი მასწავლებლები ობნეოდნენ, არამედ ერთი ძალის მიერ უნდა ყოფილიყო ესე ჰარმონიულად შექმნილი ეს ყოველი. გარდა ამისა ცნობილია რომ მან გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომლებისგანაც მან შეისწავლა ქრისტიანობის საფუძვლები და მოინათლა კიდეც და ესე იგი მნიშვნელოვანია ის რომ წმინდა ბარბარე პატარაობიდანვე გადაწყვეტს რომ ქრისტეს ერთგულებით იცხოვროს. აი როდესაც მამა ეუბნება რომ დაოჯახდეს და არაერთი ესე რომ ვთქვათ მომავალი მეუღლე წარუდგინა და არჩევანის წინაშეც კი დააყენა, მან ყოველგვარი ესე იგი სურვილი არ გამოთქვა ყოველ შემთხვევაში რომ დაოჯახებულიყო და ესე იგი მამამის ეუბნება რომ არ იციო რომ მე ამ წუთის ოფლისავ არაფერი არ მაინტერესებსო, იმიტომ რომ ის რაღაცნაირად უკვე გადაწყვეტილი ქონდა რომ ესე ქალწულებით გაეგრძელებინა ეს ცხოვრება და რთული გზა იყო ხომ ალბათ უნებრივია კერძთაყვანისმცემლობის პერიოდზე საუბრობ. თან ახლა რომ შევხედოთ უბრალოდ მამამისის აზროვნებას რომ შევხედოთ, აი ყოველგვარ ლოგიკას აცდენილია ესე იგი რატო ექცევა თავის შვილს აი ამგვარად როგორც ექცევა ხო და ძალიან დიდი სიმტკიცე დასჭირდებოდა იქ წმინდა ბარბარეს რომ იმ სამყაროში როდესაც თან ჩვენ თუ დავაკვირდებით ეს ის პერიოდია რომ ქრისტიანობა იდევნება. აი მილანის ედიქტი ჯერ არ არის გამოცემული 313 წელი ჯერ არ დამდგარა. როდესაც კონსტანტინე დიდმა გამოსცა მილანის ედიქტი, რის საფუძველზეც ქრისტიანობა უკვე აღარ იდევნება როგორც ასეთი. ანუ უბრალოდ იმის გამო რომ ქრისტიანია, ამის გამო დევნიდნენ და სხვადასხვა იმდროინდელი იმპერატორის მაქსიმიანეს ბრძანება სწორედ ეს იყო. რომ თუ სადმე ნახავდნენ ქრისტიანს, ის უნდა მოეკლათ. აი ამ პირობებში, როდესაც ესეთ სიმტკიცეს იჩენს ბარბარე, შემდგომში უკვე როდესაც ჯერ მამამისის წინაშე, შემდგომ ესე იგი მარკიანეს წინაშე წარადგენენ, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს ადამიანის მხრიდან, რომ არ შეშინდეს, არ შედრკეს, როდესაც აი ახლა ჩვენ ძალიან ადვილია ჩვენთვის როდესაც არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამაზე ვისაუბროთ, რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი, ესე იგი მაცხოვნებელი გზა არის, მაგრამ როდესაც ჩვენ წარდგები იმის წინაშე, სადაც უკვე საშიშროება გელოდება, იქ ეგრე ადვილად შეიძლება დაამოწმოს ყველა. თან ასაკსაც ხომ აქვს მნიშვნელობა აქვს და ყველაზე დიდი მნიშვნელობა კი იმას აქვს,
რამდენად სავსე ადამიანი სულიწმინდის მადლით. აი სახარებაში ხომ ეს არის ნათქვამი, რომ უფალი ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ თქვენ როდესაც მეფეთა და მთავართა წინაშე წარგადგენენ, წინასწარ ნუიზრუნებთ იქ რას ეტყვით და როგორ ეტყვით, რადგან მე მოგცემთ იმ სიტყვას, რაც იქ უნდა უთხრათო და ამითი ორ რამეს აკეთებს უფალი. ერთი ის, რომ შეაგულიანოს და იმედიანად იყვნენ. თქვენ წინასწარ შეგეშინდებათ, იფიქრებთ, ანუ ეს ადამიანური ძალისხმევის ნაყოფი არ იქნება, რასაც თქვენ იქ დაამოწმებთ. და მეორე მხრივ, როდესაც ისინი წარდგებოდნენ მთავართა წინაშე და მართლაც მტკიცედ დაამოწმებდნენ და არაერთხელ მოხდა ეს, ამითი არ უნდა გაამაყებულიყვნენ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ. იმიტომ რომ მათ ეცოდინებოდათ, რომ ეს სულიწმინდის მადლმა შეაძლებინა და მოწამეებიც ასე იყვნენ. მათ იცოდნენ, რომ ესე იგი უფალი მისცემდა ამის ძალას, ასევე მოწამეთა საერთო განწყობა ხომ ეს იყო, რომ ჩვენთვის სიცოცხლე ქრისტეს გარეშე არის სიკვდილი და ჩვენთვის სიკვდილი ქრისტესთვის ეს არის ნამდვილად სიცოცხლე. აი ესეთი განწყობით, როდესაც მიდიან და აქვთ იმედი სულიწმინდის მადლისა, ღვთის დახმარებისა და ისინი მოწამეობაზე როდესაც მიდიან, ჩანს მათი ცხოვრებიდან არაერთ გზის ჩანს, რომ მათ უხარიათ, რომ ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულებიან და აი ერთ-ერთი დიდი მოძღვარი იღუმენი ნიკონი ასეთ რამეს ამბობს, რომ როგორცო ესე იგი სიყვარულს არ აქვსო საზღვარიო, ასევე ქრისტესათვის აი ამ 8 წლის გაწევის სურვილსაც არ აქვს საზღვარი. რამდენადაც გიყვარს, იმდენად გინდა რომ უფრო მეტი გააკეთო ამისთვის. ჩვენ ვიცით ასევე წმინდა ბარბარეს ცხოვრებიდან, რომ როდესაც მამამ ესე იგი დატოვა ქალაქი და შორს გაემგზავრა, იქ რაღაც აბანოს აშენებდა და მზისა და მთვარის თაყვანისაცემად 2 სარკველი უნდა გაეკეთებინათ. წმინდა ბარბარემ მშენებლებს უთხრა, რომ 3 გაეკეთებინათ და მამას თვითონ გასცემდა ამის გამო პასუხს. ეს ყოვლა წმინდა სამების გამო, რომლისგანაც მოეფინა მართლაც შუქი ამ წუთის სოფელს და სწორედ ეს გახდა მიზეზი მამისა და შვილის შორის უკვე დაპირისპირებისა, ესე რომ ვთქვა, თუმცა ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ აი ჩვენ ბავშვებს სულ ეუბნებით, რომ აი შეიძლება მართალი იყო, მაგრამ შენი პასუხი ისე უნდა თქვა, რომ მის უფროსის მიმართ პატივისცემა ჩანდეს ამაში. წმინდა ბარბარე არ შემდრკალა, სიმტკიცე გამოიჩინა, მაგრამ ამას აკეთებს რაღაცა, აი ისე აკეთებს, რომ როგორც შეეფერება, რომ მამას მიმართოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი რომ შვილი შეიძლება სადღაც ფიქრობდეს, რომ თვითონ მართალია, მაგრამ აი თუ უხეშად მიმართა უკვე აღარ არის ხო რაღაცნაირად და ამიტომაც ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მამამისი კიდე იმდენად არის ღმერთს დაცილებული, რომ აი ეს მხოლოდ ღმერთს დაცილებულმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს, რასაც მამა აკეთებს. მიდის აი ამ ხარის მთავართან მარკიანესთან და ეუბნება, რომ მისი შვილი დასაჯოს. იმის გამო, რომ ის არის ქრისტიანი, მეტი არაფერი, მეტი მიზეზი არ არსებობს შვილის დასჯის. და თქვენ იცით, რომ მამა ჯერ გაეკიდება ბარბარეს, ბარბარე დაიმალება, იქ ვერ პოულობს, მწყემსებს შეეკითხება, ზოგი იტყვის, რომ ჩვენ არ ვიცით, ეს რამდენიმე დღე გრძელდება. მაგრამ ერთ-ერთი მწყემსი, როგორც ჩანს, გამოუცხადებს მის ადგილს ამყოფელს, რომელიც ამის გამო დაისჯება, ეხლა რასაც ადამიანი დასცეს, იმას მოიმკის და მოხდება ისე, რომ წმინდა ბარბარეს იპოვისმობა თმებით გამოათრევს აი ამ გამოქვაბულიდან და ბარბარეს თხოვს, რომ ერთი თხოვნა შეუსრულოს და გაახსენებს, რომ მისი შვილია, გაახსენებს, რომ უდედოდ გაიზარდა და მე ხო შენი შვილი ვარ და თუ შეიძლება ერთი თხოვნა შემისრულე და რა არის ეს თხოვნა, რომ სიკვდილის წინ ილოცოს წმინდა ბარბარემ და ძალიან საოცარია თვითონ ეს ლოცვა. რომ ესე იგი ბარბარეს თხოვს უფალს, რომ ვინცო ჩემი სხეულის ნაწილებსო რწმენით შეხედავსო და ვინც მოიხსენებს ჩემი წამების ღვაწლს, მათომ ესე იგი მიუტევეო შეცოდებებიო და საშინელ სამსჯავროზე მათ ცოდებს ნუ გაიხსენებო. ამიტომაც აი წმინდა ბარბარე ჩვენ ხო
ვიცით რომ ხშირად ბარძიმით ხელში გამოისახება. არა და ზოგადად მოწამეები ჯვრით ხელში გამოისახებიან ხოლმე იკონოგრაფიული ნიშანი მათი ეს არის და ესე იგი ის არ იყო სამღვდელო პირი ხო ბუნებრივია მანდილოსანი, მაგრამ ბარძიმით ხელში გამოისახება იმის გამო რომ მას ევედრებიან რომ უზიარებელი და უეცარი სიკვდილისაგან დაიფაროს. აი ძალიან მნიშვნელოვანი ამას რომ ბარბარე ითხოვს ღვთისაგან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა რომ ღმერთი მას დაუდასტურებს რომ აი ზუსტად ასე იქნება როგორც ითქვა. წარმოიდგინეთ პატარა გოგონამ რამდენი მოახერხა რომ აი ღმერთი მას ეპასუხება და ეუბნება რომ შენ სათხოვარ შევისმა. განსაკუთრებით მოახერხა მამაბასილ რომ ესეც რა ვიხსენოთ სასწაულიდან გამომდინარე ადამიანები რომლებიც მას იცავდნენ მათაც ირწმუნეს. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალ სწორედ წირის შემდგომ ამას ვამბობდი რომ ესე იგი რამხელა ძალა აქვს მაგალითს და ჩვენ არაერთი ბარბარე გვყავს რა თქმა უნდა მისი მოსახელეებიც მაგრამ შეიძლება ზოგს ბარბარე არ ქვია მაგრამ ისეთი ცხოვრების წესი ცხოვრობს აი მადლობა ღმერთს ჩვენ ქვეყანაში რამდენი ესეთი ახალგაზრდა გოგონა მართლაც რომელიც ბაძავს აი წმინდა ბარბარეს და ვინ არის მართლაც იმაზე დიდი მისაბაძი თუ არა ყველა წმინდა ღვთისმშობელი აი მანდილოსთვის ვამბობ წმინდა ბარბარე წმინდა ნინო და ესენი არიან მართლაც აი გმირები აი ნამდვილი გმირი აი წმინდა ბარბარე რომ მართლაც ჩვენს გვერდით რომ ცხოვრობდეს და მადლობა ღმერთს მართლაც ცხოვრობენ ჩვენს გვერდით ახალგაზრდები რომლებიც მართლა ღვთისმოყვარე ცხოვრებით ცხოვრობენ და ჩვენ ხშირად აი გამოგონილ გმირებს ბაძავთ ჩვენი შვილები სამწუხაროდ ბაძავენ ისეთ გმირებს რომელიც რეალობაში არ არსებობს არა და ეს არის გმირი მართლაც აი ქრისტეს სიყვარულისთვის რამდენი მოითმინა ჩვენ ხა ძალიან მოკლედ მოვყევით მისი ცხოვრება მაგრამ იყო ასევე საბყრობილე იყო 1000 გვარი სატანჯველი უკვე რო ეგონათ რომ მკვდარია და რაღაცა მაგრამ უფალი გამოეცხა და განკურნა მისი წყლულები და ბარბარე გაამხნევა და გააძლიერა ესე იგი და აი მართლაც რაც მან ჩაიდინა დღევანდელმა ახალგაზრდა ადამიანმაც ეს უნდა ამისკენ უნდა წავიდეს ეს არის მაგალითი აი ჩვენ ურთიერთობა გვაქვს აი დავშე ჩვენ სკოლის მოსწავლე ვართ ხო ჩვენ თანატოლებთან გვაქვს ურთიერთობა ხშირად ხვდებით ხოლმე მოსწავლეებს კი მადლობა ღმერთთან აი იცით რას ვამბობ აი ჩვენს ახალგაზრდებს ხო აქვს შეხება თავის თანატოლებთან თანაკლასელებთან თანაკურსელებთან თუ იქ ამა თუ იმ წრეზე დადიან და როგორც თქვენ ახსენეთ აი მისმა მაგალითმა რამდენი ადამიანი მოაქცია დიახ და ჩვენი ამ ახალგაზრდების აი ღვთისმოყვარე ახალგაზრდების მაგალითსაც შეუძლია რომ ბევრი ადამიანი დააფიქროს ქრისტეს რჯულზე აი მაგალითად წარმართის გონებაში აი გადატრიალება ხდებოდა როდესაც ხედავდნენ რომ ადამიანი სიკვდილს არჩევდა ოღონდაც ქრისტეზე უარი არ ეთქვა ამიტომაც მე ხელ სამწუხაროდ არ მახსოვს მაგრამ ერთ-ერთმა იმპერატორმა ასეთი რამ გადაწყვიტა როდესაც ხედავდა რომ ამ ქრისტიანების წამებით კი არ იკლებდა რიცხვი ქრისტიანეთა არამედ უფრო მრავლდებოდნენ და დაფიქრდა თქვა რომ ჩვენ თითქოს ვცდილობთ რომ ქრისტიანები გავანადგუროთ მაგრამ ერთი ადამიანის წამებით აი მაგალითად ცნობილია რომ წმინდა მარინეს მოწამეობის შედეგად 15000-მა ირწმუნა გასმინდა ერთი მოკლეს და 15000 გაჩნდა უცბად თქვა ამ იმპერატორმა რომ მოდი მივიყვანოთ სიკვდილამდე ვაწამოთ და თუ მაინც არ გატყდა აღარ მოვკლათ რომ ამისი სიკვდილი ცხები მოდიან რწმენაში და იქიდან წამოვიდა აღსარებელთა დასი ანუ ვინც ეწამა ქრისტესთვის მაგრამ წამების დროს არ გარდაიცვალა და რატო ამბობ ამას რომ ერთი ადამიანის მაგალითით ამდენი მოდის რწმენაში რომ ხედავენ რომ ასე იგი როგორი ძვირფასია მისთვის ქრისტე რომ სიცოცხლესაც კი ურჩევნია და დღესაც რომ ახალგაზრდა ადამიანი შეხედავს თავის თანატოლს და ის რომ პატიოსნად ცხოვრობს ის რომ ღვთისმოშიშებით ცხოვრობს ბევრ რამეს ცოდვიან სიამოვნებას მოიკლებს ეს სიამოვნება ბევრისთვის ხო ძალიან ძვირფასია და ადამიანი ხდება რისთვის იკლებს ამ ყველაფერს
ეთყობა რაღაცა უფრო მეტად ეძვირფასება ხო, თორემ ესაც ხო ჩვენაირი ახალგაზრდა, ამასაც ხო ეს სიამოვნება ის რაც ჩვენ გვსიამოვნებს და ეს შეიძლება დააკავშიროთ წმინდა ბარბარეს შეხვედრა ქრისტიან ქალწულებთან ხომ თავისთავად ამბას, იმის მნიშვნელობაზეც ვისაუბრეთ. ამაზეც ახლა მოგახსენებთ, აი რა მინდა ვთქვა, რომ მე მინდა ურჩიო დღევანდელ ახალგაზრდებს, ვინც მართლაც აი ეკლესიურად ცხოვრობს, რა მარტო თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ცხოვრება და ამიტომ არ უნდა გატყდნენ ესე იგი რა, არ უნდა მიბაძონ სხვებს. პირიქით თავად უნდა იყვნენ მისაბაძები. რაც შეეხება ქრისტიან ქალწულებს, აი რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქრისტიანი ქალწულები, წმინდა ბარბარეს ხომ ვერ გაიგებდა იმ ქრისტიანობის საფუძვლების შესახებ. ამიტომაც აი მოციქული პეტრე გვეუბნება ჩვენ რომ როდესაც ჩვენ გვეკითხებიანო ქრისტეს შესახებ და იმედის შესახებ ჩვენ რითიც ესე ვცხოვრობთ არა ქრისტიანულად ჩვენ მოვალეც კი ვართ რომ უთხრათ სხვას მაგრამ თუ არ გვეკითხებიან და თუ ჩვენ ვატყობთ რომ ჩვენი სიტყვა პირიქით ფეხით გასათელი უნდა გახდეს როგორც აი უფალი გვეუბნება მარგალიტებს ნუ დაუფენთო ღორებს და ძაღლებს მაშინ ჯობია არ თქვა და მე მინდა ორიოდე სიტყვით დღევანდელ სახარებასაც შევეხო რადგან ეს წმინდა ბარბარეს უკავშირდება და აი ამ სახარებაში რაც წირვაზე იქნა წაკითხული ნაჩვენებია ის თუ რა მნიშვნელობა აქვს წმინდანად შერაცხვა ამა თუ იმ ადამიანისა და თქვენიც სახარებიდან სისხლმდინარე დედაკაცი რომელიც 12 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლისდენით და მრავალ მკურნალთან მივიდა მაინც სნეული დარჩა და ბოლოს გადაწყვეტს იმ რწმენით რომ თუ უფლის სამოსელის კიდეს შეეხება ის განიკურნება და ამ რწმენით მიდის მაცხოვართან მას უამრავი ხალხი მიყვება და აი ამ რწმენით მიდის მაცხოვართან და შეეხება მის შესამოსლის ბოლოს კიდეს და ის სრულიად განიკურნება. ახლა უფალი კითხულობს რომ ვინ შემეხომეო და მოციქულები გაკვირვებულები ეუბნებიან უფალო შენ ამდენი ადამიანი გეხება ესე მჭიდროდ მივდივარ და შენ ამბობ ვიღაც შემეხო და არა უფალი ამბობს და აქეთ-იქით იყურება ვიღაც შემეხომეო. ახლა აქეთ-იქით რომ იყურება არ ნიშნავს რომ არ იცის ვინ შეეხო და მართლა აინტერესებს. მან ისედაც იცის ვინ უნდა შეხებოდა სანამ შეეხებოდა ისიც იცოდა და რომ შეეხო და ვინ შეეხო ესეც იცის. მაგრამ უფალმა ინება რომ მისი ეს რწმენა დაფარულში არ დარჩენილიყო. დიახ. წარმოეჩინა რათა სხვათათვის მაგალითი გამხდარიყო 2000 წელი გავიდა იმის შემდეგ და რომ არ წარმოეჩინა უფალს ჩვენთვისაც უცხო იქნებოდა ის. და ამიტომაც ამ ქალმა რომ ნახა რომ ვერ დაიფარა და ვერ დარჩა ესე იგი შეუმჩნეველი გამოვიდა და თქვა აღიარა ის რწმენა რის გამოც შეეხო და სწორედ ეს იყო მიზანი რომ მაცხოვარს წარმოეჩინა და ამიტომაც ეკლესია ამა თუ იმ ადამიანს წმინდანად შერაცხავს და ჩვენ გვეუბნება რომ აი ვის უნდა მიბაძო აი რა არის გადარჩენის გზა და შესაძლებლობა ესე იგი დიახ მამაბ ბასილ ცხადია ქართველები განსაკუთრებულად აღნიშნავთ ყველა დღესასწაულს თუმცა ყავს გამორჩეული წმინდანები რომელთა ხსენების დღეც განსაკუთრებულად გვიხარია და განსაკუთრებულად ვეგებებით ხოლმე ერთ-ერთია სწორედ დღევანდელი დღე წმინდა ბარბარეს ხსენების დღე და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე მინდა ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს რამდენად მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის და როგორ აღინიშნებოდა და აღინიშნება დღევანდელი დღე საქართველოში დიახ არის რამოდენიმე ასეთი წმინდანი რომელიც განსაკუთრებით შეიყვარა ჩვენმა სამშობლომ და იმის გამოც რომ განსაკუთრებით შეიყვარა დღევანდელი დღე ბარბარობა ჩვენმა ქვეყანამ ერთი რაღაც დიდი დღესასწაული გადაიფარა კიდე ამეთი და მე ახლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უთხრა დღეს მაყურებელს რომ დღეს არის ასევე წმინდა ივანე დამასკელის ხსენება ეს უდიდესი წმინდანია მე-8 საუკუნის უდიდესი წმინდანი და უბრალოდ წმინდა ბარბარე იმდენად დიდია ჩვენთვის რომ მისი დღესასწაული გადაიფარა და მე მინდა ურჩიო ესე იგი დღეს მაყურებელს რომ რაღაცნაირად მის ცხოვრებასაც გაიცნო ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრ დიდებულ რამეს აღმოაჩენენ მის მოღვაწეობაში და ცხოვრებაში რაც შეეხება დღევანდელ დღეს წმინდა ბარბარეს დღესასწაულს ზოგადად დღესასწაული ასე უნდა აღინიშნებოდეს რომ ადამიანი ტაძარში უნდა ხვდებოდეს
უნდა ეზიარებოდეს, უნდა დღესასწაულობდეს წმინდა ბარბარესთან ერთად. და უნდა ესე იგი მიბაძოს მას. ყველაზე სწორი თაყვანისცემა არის ის, რომ ადამიანმა მიბაძოს ამა თუ იმ წმინდანს. მიბაძოს იმაში, რითიც მან უერთგულა ქრისტეს. რომ ამიტომაც წარმოაჩინა ეკლესიამ ესა თუ ის წმინდანი, რომ ჩვენ მას მივბაძოთ და ჩვენ მისი მიბაძვით უფალს დაუახლოვდეთ. და თუ ეს არ მოხდა, მაშინ უკვე ის დანარჩენი რაც ხდება ხოლმე იმის იქით, უკვე თავის ღირებულებას კარგავს. მაგრამ თუ დაიწყო ჩვენი დღე იმით, რომ ჩვენ წირვას დავესწარით, ახსარება ვთქვით, ვეზიარეთ, იმის შემდეგ უკვე იმ დანარჩენ ტრადიციულ ღირებულებებსაც უკვე მართლაც მნიშვნელობა ენიჭება. თუ არა და იმის გარეშე ეკარგება ფასი, რატო ამბობ? ამა თუ იმ სოფელში, ამა თუ იმ წმინდანის სახელზე აშენებულ ტაძარში ხო დღესასწაულია და ამავე დროს ამ სოფლის დღეობაა ხოლმე. დღეობას ეძახიან ესე არის და მაგალითად აი რომელიმე სოფელში დღეს ბარბარობაა და დღეობაა, სადღაც ივანე ნათლისმცემლობაა, სადღაც გიორგობაა და მაგრამ ადამიანებმა დაივიწყეს ტაძარი, წირვით არ იწყება და მარტო სუფრაზეა გადასული ყველაფერი და ეს რა თქმა უნდა დამახინჯება. ეს შეურაცხყოფაა ამხელა დღესასწაულის შეურაცხყოფაც არის და ჩვენ ფაქტიურად აი ამ სულიერი ნუგეშის გარეშე ვრჩებით. ადამიანს სული და სხეული აქვს და უპირველესი სულია. აი ჯერ სულიერი უნდა აღასრულოს და შემდეგ რა თქმა უნდა ადამიანს სხეულიც აქვს და ის სხეულსაც უნდა რაღაცა ჯილდო ჰქონდეს, ესე რომ ვთქვათ, ამ დღესთან დაკავშირებით. მამა ბასილ, არაერთხელ აღნიშნეთ, რომ თქვენ შეხვედრები გაქვთ ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან, საკვირაო სკოლაშიც. საინტერესოა მათი დამოკიდებულება როგორი არის, ზოგადად წმინდანების მიმართ, მაგრამ ვინაიდან დღეს ბარბარობაა განსაკუთრებით მის მიმართ. როგორი დამოკიდებულება აქვთ, როგორი აღქმა და რამდენად ითვალისწინებენ ამ ყველაფერს, რასაც ჩვენი წმინდანები გვარიგებენ და მაგალითს გვაძლევენ თავისი ცხოვრებით. ვფიქრობ, რომ ესე იგი ჩვენ თუ სწორად დავანახეთ ამ წმინდანების მნიშვნელობა და ჩვენ ხო ამიტომ ხვდებით ამ ბავშვებსაც რომ ესაუბროთ, გავაცნოთ ზოგმა შეიძლება არც იცის. მადლობა ღმერთს ახლა არის უამრავი ანიმაცია, წერილობითაც არის დაწერილია წიგნები და ბავშვებს შეუძლიათ რომ გაეცნონ, მაგრამ ბავშვი თვითონ არ მოიწადინებს. აი მშობელს აქვს გადამწყვეტი როლი ამ შემთხვევაში. აი დღეს ახლა ბარბარობა. მშობელმა როგორ არ უნდა უთხრას წმინდა ბარბარეს შესახებ ბავშვს, როგორ არ უნდა მოუყვეს, წაუკითხოს და თუ დაუშვათ თან ახლა წმინდა ბარბარეს ცხოვრება მართლა ზღაპარივით იკითხება. აი ესეთი რაღაცა საოცარი ისა და უნდა წაუკითხოს მშობელმა. ძილის წინ აი წუხერ ღამით რომ წაეკითხა, ხო? დღეს ეცოდინებოდა რა დღე თენდება. თუ არა და დავრჩებით მხოლოდ იმ ლობიანების ამარა, ესე იგი რაღაცა ტრადიციულად შემოვიდა, მაგრამ აი მშობელმა უნდა იყო ჩაღოს ამაში, რომ კი ჩვენ ხვდებით ბავშვებს იქ საკვირაო სკოლაში მოდიან, მაგრამ ეს არის როგორც იტყვიან გაჭირების. თავარი სკოლა მაინც ადამიანისთვის არის ოჯახი. მე მაგალითად ხვალზე ნიკოლოზობა მოდის, როგორ არ უნდა უთხრას წმინდა ნიკოლოზის შესახებ. ხო იქ წმინდა სპირიდონის ტრიუმფუნტელის ხსენება მოდის, ყოველთა წმინდათა ხსენება. იქ დაუშვათ რომელიმე ქართველი მეფის თუ ქართველი დიდი წმინდანის ხსენება მოდის და ოჯახმა უნდა იზრუნოს ამაზე. პირველ რიგში ამაში მოთავე მამა უნდა იყოს. ეხლა ჩვენ ვიცით რომ ოჯახის უფროსი მამა უნდა იყოს, მაგრამ უფროსობა ის კი არ არის რომ მხოლოდ ბრძანებები გასცეს. უფროსობა ისაა რომ მაგალითი მისცეს ამ საქმეშიც. აი პირველი მან მოუყვეს შვილებს, დედა მოუყვეს შვილებს, ამის შესახებ დააინტერესოს ბავშვები. ზოგჯერ მშობელი ფიქრობს, რომ ეს ბავშვისთვის არის ადრე. მე მაგალითად 2 წლის ბავშვი ყავს, 3 წლის ბავშვი. არ არის ადრე. მაშინ თუ ადრეა, გამოდის, რომ ადრეა, რომ ბავშვმა საკვები მიიღოს. ახლა ბავშვმა შეიძლება 1 წლის ბავშვმა ხორცი არ მიიღოს, მაგრამ რძეს ხო იღებს. უბრალოდ მისთვის გასაგებენაზე უნდა მივაწოდო და ის დაინტერესდება და პატარაობიდანვე მისი სული გაიჟღინთება აი ამ დიდებული ისტორიებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდი სიყვარულით მამა ბასილ, დღევანდელ დღეს დიდი მადლობა ჯამობრძანებისთვის, ყოველთვის ვიხარია თქვენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. მადლობა ღმერთს და მე მინდა მიულოცო ესე იგი ყველა ახალგაზრდას,
ის ხო ბავშვების ფარველია. დიახ. და ყველა იმ ბავშვს, მოზარდს, ახალგაზრდას, ვისთანაც მე პირადად შეხება მქონია, ან ამის შემდეგ მექნება რომ მინდა ყველას მიულოცო და ყველას უსურვო რომ შეეწიოს მინდა დიდმოწამე ბარბარე. დიდი მადლობა დამშვიდობებით. ქალაქ გორში მდებარე მაცხოვრის ფერისვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ბასილ ფოსური იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.